სხვა პროფესიებისგან თუ სხვა მოცემულობებისგან განსხვავებით, მშობლობა 24/7-ზე მუშაობს. ბავშვები ემოციურ დისტანცირებას გრძნობენ, რაც მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის ჩამოყალიბებისთვის ძალიან არასასურველი არის. ეს პასუხისმგებლობები შემოქმედებით თავისუფალ სივრცეს ავიწროვებენ ძალიან, რა უფრო მნიშვნელოვანია შენი და შენი შვილისთვის და შენი ბედნიერებისთვის. მაგალითად, გქონდეს დარეცხილი ჭურჭელი, თუ ითამაშო ბავშვთან. მათი მშობლობა, მიუხედავად იმისა, რომ 24/7-ზე გვიწევს მშობლობა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცა ჩვენ საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა გადავდოთ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ჯანმრთელობა და არა მხოლოდ ნინი ჭაჭიასთან ერთად, მე მის თანაწამყვანი ნათია გაფრინდაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა არის მშობლების გადატვირთვა და მენტალური გამძლეობა. სანამ თემაზე გადავალ და ნინისთან გადავალ კითხვებით, მინდა რომ მოგიწოდოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო და დაგვალოდოთ ყოველ ხუთშაბათ 9 საათზე დარიო რადიოსა და ნინი ჭაჭიას YouTube არხებზე. და რა თქმა უნდა, სოციალურ მედიაშიც აუცილებლად ნახავთ ხოლმე ჩვენი გადაცემის შესახებ ლინკებს. მე კითხვებით ვარ დღეს ნინი მოსული, გამარჯობა პირველ რიგში. გამარჯობა. ეს თემა შევარჩია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აქტიურად და შენ აქტიურად კრიტიკული აზროვნების სკოლის ფარგლებში გადასული ხარ ბავშვებთან ურთიერთობაზე, ბავშვების პროგრამა გაქვს, პარალელურად 1 მაისს მოხდა ჟურნალის აირას გამოსვლა, აქედან გამომდინარე ჩვენი ყურადღება, ანუ შენს page-ზეც და არა მხოლოდ მარტო შენ page-ზეც, მშობლების ყურადღება უფრო გამახვილებულია და ხშირად იწერებიან ხოლმე კითხვებს, როგორ მოვიქცეთ შვილებთან, რა შეიძლება გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ამიტომ დღევანდელი თემაც აქედან გამომდინარე შევარჩიე, რომ გაგვეშალა უფრო მეტად. პირველი კითხვა, რაც მექნება არის, როგორ დაიცვან საკუთარი საზღვრები მშობლებმა შვილებთან ურთიერთობის დროს, ან როგორ ხდება ასეთ სიტუაციაში მოქმედება. ან როგორ არის რეკომენდირებული, ალბათ უფრო მეტად ეგრე შეიძლება რომ გავშალოთ. გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მეც მოვუწოდებ რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და ლაიქონ ეს ვიდეო, აუცილებლად მოგწერონ შეკითხვები და სუსტი ნერვების პატრონებს ვთხოვ ვიდეოდან გავიდნენ. გასაგებია. ხო, ესეც ისეთი თემა არის, სადაც რაღაცა ბევრი ბრაზობს ხოლმე და რაღაცა მე უკეთესად ვიცი შვილს როგორ ავსხს ტრადიციული კულტურის წარმომადგენლებისთვის რაღაცა აი სიახლის მიმღებლობა ჯერ კიდე რთულია. მოდი დავიწყოთ იქიდან, სანამ საზღვრებზე ვისაუბრებთ, შენიცი რომ მე ნებისმიერ საკითხს, რასაც ვეხები ხოლმე, მიყვარს კვლევების მოყვანა და მოგიყვან კვლევას, უახლესი კვლევა არის, რომ აღმოჩნდა, რომ მშობლების 65% არის მშობლობისგან გადამწვარი. და ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი და განვითარებულ ქვეყნებშიც და შესაბამისად ჩვენთანაც ეს თემა, ანუ მშობლობის გადაწვა, მშობლობით გადაწვა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი. და რას ნიშნავს მშობლობის გადაწვა, ამას ავხსნი და მე მივხვდებით უკვე საზღვრებამდე როგორ მივიდეთ, ოკეი? ანუ ჩვენ ახლა ყველამ ვიცით, რომ რაღაცა ემოციური გადაწვა, პროფესიული გადაწვა, ეს ახალი ტერმინები არ არის და ბოლო 5 წლის განმავლობაში ინტენსიურად განიხილებოდა ანუ ეს მშობლობის როლიდან გადაწვის საკითხები და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც გადაწვის ერთ-ერთი სიმპტომი და სინდრომი შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არსებობს ეს მშობლობის ემოციური გადაწვა. რატო არის განსხვავებული სხვა ტიპის გადაწვებისაგან და გადაღლებისაგან და რატო არის ესეთი საგანგაშო, ანუ სხვა პროფესიებისგან თუ სხვა მოცემულობებისგან განსხვავებით, მშობლობა 24/7-ზე მუშაობს. აქ ფაქტობრივად არ გვაქვს შვებულებაში ვერ გავდივართ და ამ როლიდან ეს გაქცევას იშვიათად ვახერხებთ ხოლმე და ეს არის ერთ-ერთი აი ესეთი ყველაზე მოწყვლადი თემა, რასაც მუდმივად მიდის პროფესიულ სივრცეებში მსჯელობა. მშობლობისაგან გადაწვა იწვევს არა მხოლოდ მშობლის ფსიქოემოციური და ფიზიოლოგიური პრობლემების, ასე ვთქვათ, გააქტიურებას, არამედ ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, მათ შორის
ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე და მათ შორის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც და ბოლო ეს კვლევები სწორედ ამ მიმართულებით იყო გააქტიურებული, რომ ეპოვათ, თქვათ, რამხელა დაზიანებები შეიძლება მოიტანოს მშობლობით გადაწვა. მოდი ვთქვათ, რა არის მშობლობით გადაწვა, ხო? ეს არის, როდესაც მშობლის როლში მე ვეღარ ვიღებ სიამოვნებას, ანუ განა ის, რომ გავურბივარ რამე პასუხისმგებლობას ან რაღაცას არ ვასრულებ. ანუ ვეღარ ვიღებ სიამოვნებას, რომ დედა ვარ და აღმზრდელი ვარ და აი ამ მიმართულებით, ანუ აბსოლუტურად დაკარგული მაქვს ეს სიამოვნების ისე სურვილი მაქვს და ვცდილობ, რომ ემოციურად მაქსიმალურად დისტანცირდე ბავშვებისაგან და ან ბავშვისაგან და შევასრულო მხოლოდ რაღაცა ესეთი სტრუქტურირებული ამოცანები, სადაც აი ეს თავისუფალი ინტერაქციები ძირითადად შეზღუდულია და ეს ძალიან ნეგატიურად მოქმედებს არა მხოლოდ მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე, არამედ რა თქმა უნდა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ზოგადად ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, პროფესიულ ხარისხზე, ნეგატიურად აისახება წყვილის ურთიერთობაზე აუცილებლად, ანუ დედისა და მამის და შიდა, ანუ საღმზრდელო საკითხებით დაკავებული ზრდასრულების ურთიერთობაზე ძალიან ნეგატიურად აისახება. ეს ერთი მხარე, თქვათ, რაც ზრდასრულების მიმართულებით რა პრობლემები არის და კიდევ უფრო საკანკაშო მდგომარეობა არის, თუ კი ამას აი ამ სინდრომის შედეგებს დავინახავთ ბავშვებში, იმიტომ რომ ამ დროს ბავშვები ემოციურ დისტანცირებას გრძნობენ, რაც მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის ჩამოყალიბებისთვის ძალიან არასასურველი არის. ანუ ემოციური მოწყვლადობა, მომატებული შფოთვისა და დეპრესიული განწყობების ნიშნები, რაც მერე დევიაციურ ქცევებში შეიძლება აისახოს მშობლებისგან აბსოლუტურად ესე ვთქვათ განრიდების მექანიზმები ერთვება ხოლმე ამ მიმართულებით და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც ბავშვის ფიზიოლოგიური ტვინის ჩამოყალიბებაზე, იმიტომ რომ ეს კვლევა არ იყო მარტო ფსიქოლოგიური, ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით მიდიოდა, მათ შორის ხა ჩვენ ვიცით რომ ბავშვის ტვინის განვითარება სადღაც 18-21 წლამდე მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, მტკივნეული საკითხები ხდება ბავშვის განვითარების პროცესში, ეს ნეიროპლასტიურობა ძალიან იკარგება და არასწორი მიმართულებით ვითარდება, რამაც შეიძლება არა მარტო, ესე ვთქვათ, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, პრობლემები გამოიწვიოს, არამედ ჩვენ ვიცით, რომ ფსიქოსომატიკა ძალიან აქტიურად ბავშვებში იჩენს ხოლმე თავს და ძალიან ბევრი დაავადებების მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მექანიზმი და ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ ამ კვლევამ რეალურად 65% მომუშავე მშობლების ეს არის რაღაცა უზარმაზარი ციფრი, მე არ მახსენდება ესეთი ციფრები რეალურად სხვა აი ამ რაღაცა არასასურველი მენტალური მდგომარეობის შესახებ. ხო, ერთი არის შემთხვევა, რომ მაგალითად ესეთი ცუდი სტატისტიკა არის და მშობელმა უკვე აღმოაჩინა და მიხვდა, რომ დასტრესილია, მაგალითად გადამწვარია მშობლობის ტვირთით, ასე რომ ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ და მეორე მომენტია, აი ამ სიტუაციაში რა ნაბიჯები უნდა გადადგას, როგორ უნდა მოიქცეს და მოდი ამ მიმართულებით წავიდეთ უკვე. ეხა ერთი რაც არის მთავარი რომ მნიშვნელოვანი არის, აი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც იწვევს ხოლმე რეალურად მშობლობის გადაწვის სინდრომის აღმოცენებას, არის ის, როდესაც მშობელი ისწრაფვის იყოს იდეალური მშობელი. და აქ არის მთავარი რაღაცა, რომ უნდა დაფიქრდე, რომ რა გინდა იყო იდეალური დედა თუ იყო ბედნიერი დედა. ხო? ანუ აი ეს პერფექციონისტული დამოკიდებულება, რომ რაღაცა იდეალურისკენ სწრაფვა, ბევრი პასუხისმგებლობების აღება, აი ეს პასუხისმგებლობები შემოქმედებით თავისუფალ სივრცეს ავიწროვებენ ძალიან და თუ შევხედავთ რეალურად რა ცხოვრების სტილით ცხოვრობენ, იმიტომ რომ
21 საუკუნე ზოგადად ძალიან ესეთი ინფორმაციული გადატვირთვა ბავშვებშიც გვხვდება და ზრდასრულებშიც გვხვდება. საქმიანი ურთიერთობები ძალიან გადატვირთული არის და ძალიან სტრუქტურირებული არის, ძალიან ესეთი გაწერილი არის, სადაც ნაკლები სივრცე რჩება შემოქმედებითობისათვის და თუ კი ჩვენ აი ეს სტრუქტურირებული ქცევითი მოდელები გადმოგვაქვს სამსახურის მერე სახლშიც და აი როგორც სამსახურს ისევე ქცევით, რომ ეს უნდა გავაკეთო, ეს უნდა გავაკეთო, ეს უნდა გავაკეთო, ხო? და არ გრჩება დრო რეალურად თავისუფალი შემოქმედებითი ურთიერთობისთვის, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ემოციური, აი მშობლობის ემოციურ გადაწვამდე მივიდეთ. აქაც მნიშვნელოვანია ერთ-ერთი, რომ აი ეს იდეალისკენ არა და ბედნიერებისკენ გქონდეს და ამის მიხედვით დაალაგდეს პრიორიტეტები. იმიტომ რომ აი ესეთი მარტივი რაღაც არის, მე მქონია ერთი შემთხვევა, როდესაც დედას არჩებოდა დრო ბავშვებთან ურთიერთობისათვის, იმიტომ რომ სამსახურის მერე მოდიოდა საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული და ეს საოჯახო საქმეები ჭამდა მთლიან მის დროს, რომელიც მათ საოჯახო საქმეებში მათ შორის ბავშვების მეცადინეობა შედიოდა, ანუ სტრუქტურები შედიოდნენ და თავისუფალი სივრცე არჩებოდა. ანუ აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ სწორად, ანუ როგორც სამსახურის შემთხვევაში სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა, ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტი ძირითადად უნდა გადაწიონ რაღაცა ურთიერთობის ნაწილზე და შემდეგ უნდა გადავიდეს იმ რაღაც ტექნიკურ მახასიათებლებზე, ხო? მოდი აი ხა გავაბრასოთ კიდე ზოგიერთი ადამიანი და ვთქვათ ის, რომ აქ უნდა დაფიქრდე, როდესაც დრო გაქვს ცოტა და ბევრი აქტივობა განსახორციელებელი, რა უფრო მნიშვნელოვანია შენი და შენი შვილისთვის და შენი ბედნიერებისთვის. მაგალითად, გქონდეს დარეცხილი ჭურჭელი, თუ ითამაშო ბავშვთან. ან გქონდეს რაღაც დალაგებული სახლი, თუ ინტერაქცია, ემოციური კავშირი შენ შვილთან. აი ამ ტიპის პრიორიტეტების გადალაგება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქმე არ ელევა არასოდეს, ხო? ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მშობლობის ემოციურ გადაწყვეტს იწვევს ერთ-ერთი ფაქტორი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იყო გამოყოფილი ამ კვლევაში, ის რომ არა მარტო მშობლები არიან დაკავებული, არამედ აი ეს დაკავებული მშობლები ძალიან სტრუქტურირებულ განრიგს უკეთებენ შვილებს და ბავშვებსაც არჩებათ დრო იმისათვის, რომ გაერთონ, იმხიარულონ, ოჯახის წევრებთან ინტერაქციაში შევიდნენ და ასე შემდეგ და ანუ აი ესეც ხო, როდესაც ორ მხრივად ხდება განზიდვა და სხვადასხვა სტრუქტურებში ჩართვა, ხო, სიამოვნების წყარო იკარგება, ხო, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მოქონდეს ბედნიერების განცდა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდებით ჩვენ შვილებს. ანუ აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ, პირველი არის პრიორიტეტები დავაყენოთ. და აქაც ერთ-ერთ პრიორიტეტად აუცილებელია შევიტანოთ და მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ თვით ზრუნვის მექანიზმი, რომ მათი მშობლობა, მიუხედავად იმისა, რომ 24 შვიდზე გვიწევს მშობლობა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა გადავდოთ. აი ხა მინდა და გადავსულიყავი თვით ზრუნვის კომპონენტზე. პირადი სურვილების არსებობა, პირადი მიზნების არსებობა, რომელსაც მოაქვს რეალიზაციის, სიამოვნების, აღფრთოვანების განცდა ძალიან მნიშვნელოვანია. და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, აქ არ არის საუბარი, შეიძლება ყოველდღე ვერ ჩასვა, მაგრამ რაღაცა სისტემატიურად უნდა გადახედო იმას, რომ შენთვისაც გქონდეს დატოვებული დრო. სხვა შემთხვევაში დეპრესიული განწყობა აუცილებლად მოვა, დეპრესიული განწყობა მერე აუცილებლად გადაბატანინებს ყურადღებას იმაზე, რომ შენთვის არაფერის დრო არ გრჩება და ეს ძალიან ნეგატიურად აისახება მშობელსა და შვილის ურთიერთობაზე და ზოგადად ნებისმიერ ოჯახურ ურთიერთობას და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს პროფესიულ ხარისხზე. ანუ სამუშაო სივრცეშიც ჩვენ ვკარგავთ, როდესაც დეპრესიული განწყობა გვაქვს, ვკარგავთ ეფექტურობას.
მადლობა ნინი, მგონი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული ის გამოვიდა, რა ქვია, პოდკასტი გამოვიდა, ეს ჩემთვისაც ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია იყო. ვფიქრობ, რომ მშობლების თემა ეს ერთი არ იქნება, რომელიც ანუ აქამდეც გქონია და ამის შემდეგაც აუცილებლად გავაგრძელებთ, იმიტომ რომ აქტივობაში დიდი სურვილია, რომ ამ თემაზე უფრო მეტი ვისაუბროთ. თქვენ კი მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, მოუწოდოთ მეგობრებს, რომ ნახონ ჩვენი ვიდეოები და პარალელურად გეტყვით, რომ აირას, რომელიც საბავშვო ჟურნალი არის და კრიტიკული აზროვნების სკოლის გამოცემა არის, თუ გამოიწერთ ამ ჟურნალს, მშობლებისთვის ძალიან საინტერესო საკითხავსაც მიიღებთ საჩუქრად. ჟურნალით სრულიად უფასოა, ეს საკითხავით სრულიად უფასოა, უბრალოდ კრიტიკული აზროვნების სკოლის გვერდზე უნდა გადახვიდეთ, ჩვენ ვებგვერდზე გახსნათ აირას ღილაკი და გამოიწეროთ ჩვენი ჟურნალი. ჩვენ კი დროებით დაგემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. დროებით.